მეკობრებო, მოგესალმებით. მარტისთვის შემობრძანებას გილოცავთ. ცოტა უცნაურად გვაგრძნობინა მარტმა გაზაფხულის ნოტები, მაგრამ შარშანაც როგორც მახსოვს, თოვლი გქონდა. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად 2 დღე ელექტრომომარაგების გარეშე ვიყავი და ვერ გამოვდიოდი თქვენთან ფიზიკურად კონტაქტზე. ძალიან სასიამოვნო იყო სანთლის შუქზე, უშუქობაში. ეს 2 დღე ყოფნა, რადგან სერიოზული ფიქრობ, ვინც ქალაქ გარეთ ცხოვრობთ, სერიოზულად დაგაზიანათ ამ ინტენსიურმა თოვლმა და მეც არ ვიყავი გამონაკლისი. მაგრამ კარგით. ჩვენ ხომ აქ იმისთვის ვართ, რომ კარგი რაღაცების დანახვა ვისწავლოთ, ხო? ახლა კი მარტისთვის ენერგიები გავიაროთ, უშუალოდ ფინანსური კუთხით. ნახოთ, როგორი პოტენციალი გექნებათ ფინანსების ნაწილში მარტის თვეში. გაფრთხილებას გავაზიარებ, რა თქმა უნდა, ჩემი მსმენელისთვის და შევხვდეთ საქმეს. მარტისთვის ფინანსური ასპექტები. მარტისთვის ფინანსური ასპექტები ვნახოთ. მასშესადამე. პირველი ვარიანტი თქვენი მარტისთვის ფინანსები. მეორე ვარიანტი თქვენი მარტისთვის ფინანსები და მესამე ვარიანტი თქვენი მარტის თვის ფინანსები. აი ასე. კარგით, პირველი ვარიანტი გვექნება თისბროლი. მეორე ვარიანტი გვექნება ამეთვისტო. და მესამე ვარიანტი გვექნება წითელი იასპი. მე ყოველთვის გეუბნებით, რომ დახუჭოთ თვალები. იმიტომ რომ როდესაც თვალებს გაახელთ, მე უფრო კარგად, უფრო ეფექტურად დაინახავთ თქვენს ვარიანტს და შეიგრძნობთ თქვენს ვარიანტს. გითხეთ სამყაროს, თუ როგორი იქნება თქვენი ფინანსები მარტის თვეში და როდესაც თვალებს გაახელთ თქვენი ვარიანტი, აუცილებლად დაგეცახებთ. წუთით. აი, უფრო კარგად რო ჩანდეს. აქვე შეგახსენებთ, რომ მზის ადამიანი გვერდი და YouTube არხი ნინო ლეჟავა მხოლოდ ფუნქციონირებს 2 მიმართულებით. ეს არის ტაროლოგიური პროგნოზები და ეზოთერიული შემეცნებითი სხვადასხვა ცხოვრებისეული პოსტები, რომლებიც შესაძლებელია ჩემს მსმენელს გარდა ტაროლოგიური პროგნოზებისა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გამოადგეს. უკვე 2 წელზე მეტია შექმნილია ეზოთერიული შემეცნებითი დახურული ჯგუფი, ჩემი დახურული ჯგუფი, რომელიც ფასიანი გახლავთ. ჯგუფის წევრების სიმრავლე უკვე 1100 ადამიანზე მეტია და ამ ჯგუფმა მოახერხა იმდენი, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, რომლებიც იმიტომ ჟღერდება, რომ უბრალოდ ჯგუფისკენ მოვიპყროთ თქვენი ყურადღება, არა, ეს არის რეალობა. ეს არის რეალური შედეგები და ეს არის ის მაგიურ-ოკულტური განვითარების გზა, პრაქტიკები, რიტუალები, მარათონები და კიდევ უამრავი რამ, რაც უკვე დახურულ ჯგუფში ინტენსიურად ზიარდება ჩემი წლებით ნაგროვები, სწავლება, გამოცდილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ჯგუფში აუცილებლად განთავისუფლდებით იმ ილუზიისგან, რომ თქვენი ცხოვრება ვინმე შეუძლია თქვენზე მეტად ეფექტურად მართოს. მან უბრალოდ იღებთ გასაღებების აცმას და დანარჩენს უკვე თქვენ თვითონ
თქვენი ხელებით, თქვენი სულით, თქვენი გზებით იღებთ იმ შედეგებს, რომელიც თქვენ ასე მეტად გჭირდებათ. ჯგუფში შეუძლია გაერთიანდეს ნებისმიერი რელიგიის, ტრადიციის, პოტენციალის მქონე ადამიანი. ჯგუფი არის ყველასთვის. უბრალოდ ერთადერთი, რასაც მოვითხოვ ჯგუფში, რომ წესები იყოს მკაცრად დაცული და რა თქმა უნდა, როგორც შემოსვლა არის თქვენი კეთილინება, ასევე გასვლაც თქვენი კეთილინება. ვისაც რამდენი ხანი უნდა, იმდენი ხანი არის ჩემს დახურულ ჯგუფში. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი. თქვენი ფინანსური ენერგია მარტის თვეში როგორი იქნება? ნახოთ. ახალი იდეები მოგივათ. ახალი იდეები, რომლებსაც თან მოიტანს ახალი ენერგია, ახალი შემოქმედებითი ენერგია, იგრძნობთ პოტენციალის მოზღვავებას. იგრძნობთ, რომ ხანგრძლივი ზამთრის ენერგიების შემდგომ უკვე შეგიძლიათ გამოანათოთ, გაიღვიძოთ. ესევე პირველი ვარიანტი, თქვენ შესაძლებელია იყოთ იმ ბიორითმის ადამიანი, რომელიც ზამთრის პერიოდში არ უყვარს ზამთარი, არის პასიური, მიძინებული და როგორც კი ინფორმაციას მიაწვდის საკუთარ გონებას, სხეულს და ბიოლოგიას, რომ იცი რა, უკვე მოვიდა გაზაფხული, ავტომატურად იწყებს თქვენი კვირტები გამოსვლას. პრინციპში ამაში უცნაური არაფერი არ არის, იმიტომ რომ თავად ბუნებაც ისვენებს ხოლმე შემოდგომა ზამთრის პერიოდში და ჩვენ არაფრით არ ვართ მისგან განსხვავებულნი. პირიქით, ბუნებაში პასუხები ყველაფერზე არის, მაგრამ ჩვენ ვეძებთ ხოლმე სხვაგან პასუხებს. კარგია მომწონს დასაწყისი, საკმაოდ კარგია კვერთხების ტუზი. ყოველთვის ვამბობ, როდესაც კვერთხების ტუზი ამოდის, დახურულ ჯგუფშიც ჩემს ოჯახს ვურჩევ ხოლმე, რომ ჩაიწერეთ ყველანაირი ეს იდეა, რომელიც თავში მოგივათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს იდეები აუცილებლად გაამართლებს. მოდით ვნახოთ, სად უნდა მომართოთ თქვენი კვერთხების ტუზი. სად უნდა მომართოთ თქვენი კვერთხების ტუზი მარტის თვეში, ფინანსების ნაწილში, სად უნდა მომართოთ და როგორ უნდა მომართოთ? არკანი მეეტლე, მეგობრებო, ძალიან ნაყოფიერები ხართ მარტის თვეში. ძალიან ნაყოფიერები ხართ. ძალიან ნაყოფიერები ხართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას, არკანი მეეტლე და არკანი ძალა. არაფრის არ შეგეშინდეთ. არაფრის არ მოგერიდოთ. გინდათ სამსახურის ცვლილება შეიცვალეთ, უკეთესში წახვალთ. გინდათ რამე წამოიწყოთ, ამისთვის ყველაფერი გაქვთ, ცოდნაც, გამოცდილებაც, ძალაც, ენერგიაც. წამოიწყეთ. ვერ ირჩევთ საით უნდა წახვიდეთ, რასაც თქვენი სული, გონება, თქვენი სხეული თანხვედრაში ერთად გიკარნახებთ, ზუსტად ისე მოიქეცით. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის მოქმედება. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის მოძრაობა, გადაადგილება, შესაძლოა ადგილმდებარეობის შეცვლა. ეს ძალიან გავს ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, მაგრამ სამსახურის ცვლილებას, გაფართოვებას, უფრო მეტად გაშლას. არც კი მინდა სხვა არკანები ამოვიღო, იმდენად კარგი პოტენციალი გაქვთ მარტის თვეში და გამოიყენეთ მაქსიმალურად პროდუქტიულად, იმიტომ რომ გეძლევათ ყველაფერი იმისთვის, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი. აბა მოდით ნახოთ გაფრთხილება. რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი? მარტის თვეში ფინანსებში, რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი? პერიოდულად შეიძლება შემოგიტიოთ ერთადერთი ემოციებმა, იმიტომ რომ როდესაც გრძნობთ, რომ რაღაცა ძველი აღარ გაძლევთ შედეგს და უკვე დრო აცვლილებების, ხანდახან გვიჭირს ხოლმე ამ ცვლილებებში შესვლა, იმიტომ რომ იქ გარკვეული ენერგია და პოტენციალი გვაქვს ხო ჩადებული, იქ რაღაცნაირად გვენანება ხანდახან რაღაცების უკან მოტოვება. შესაძლებელია ეს სხვათა შორის იყოს გარკვეულწილად მონატრება, ადამიანის მონატრება,
გარკვეული კოლექტივის მონატრება, გარკვეული სიტუაციების მონატრება, ხო? ეს ემოციური საქანელები, მაგრამ აქ უკვე როგორც ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება ამოვიდეს ამ მარტის, შეიძლება რა ამოვიდა მარტის თვეში და ამიტომ აქ არის გაფრთხილება, რომ თუ კი პერიოდულად იგრძნობთ, რომ რაღაცნაირად წაგიღოთ მონატრებამ, უკმაყოფილებამ, თქვათ გარკვეული ნაბიჯები გადადგით და აი სიტყვაზე ნინომ ხომ თქვა რომ მარტის თვე კარგი იქნება, რაღაცა აგვიანებს შედეგი, არა შედეგი არ დააგვიანებს. უბრალოდ ერთგვარი საიდან მოდის ეს თასები? საიდან მოდის ეს თასები? ვინმე პენტაკლების მეფისგან მოდის ეს თასები. ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ეს მამაკაცი, რომელიც შესაძლოა გენატრებათ, ან მამაკაცი, რომელიც უფრო ცუდ ვარიანტში შეიძლება იყოს, რომ ადამიანი წარსულ რელსებზე გაბრუნებთ და რაღაცნაირად არ უნდა თქვენი წინ წასვლა, ესეთი რამეც აბსოლუტურად შესაძლებელია, ან თქვენში რაღაც ისეთ ემოციებს და ნეგატიურ თქვა შეგრძნებებს იწვევს, რომელიც ხელს გიშლით ამ ძალიან მაგარი პოტენციალის განვითარებაში, ამიტომ შეიძლება იყოს ნებისმიერი ვინმე. დაწყებული ოჯახის წევრები და დამთავრებული პარტნიორი, კოლეგა, ნებისმიერი ადამიანი. უბრალოდ იცოდეთ, რომ ძალიან ცხადად აჩვენებთ, ძალიან მაგარი ენერგიებია, ძალიან მაგარი პოტენციალია. არ შეგეპარო საკუთარ თავს შეიჭვი და არავის არ მისცემის უფლება, რომ შენში რაიმე ესეთი ძვრები მოახდინოს, რომელიც შენ არ გეხება. მიხვდით ხო? ანუ არის ხელოვნურად არის გამოწვეული და გავუფრთხილდით ამას, არ გააფუჭოთ ეს პოტენციალი ნამდვილად. მეორე ვარიანტი. თვის დაუკაცრავად ამეთვისტო. მოდით ვნახოთ. თქვენი ფინანსური პოტენციალი. მარტის თვეში როგორ იქნება? ჩამოკიდებული კაცი. ჩაიდან მოდის ეს ვნახოთ. ასეთი სერიოზული გადაფასება მოგიწევთ თქვენი ფინანსური ენერგიების, იმიტომ რომ შესაძლებელია მიხვდეთ მარტის თვეში, რომ აქამდე საკუთარ ფინანსებს მაინც და მაინც პროდუქტიულად და მაინც და მაინც სწორად არ ანაწილებდით და ასევე მარტის თვე გეუბნებათ იმას, რომ შეჩერდი, შეიკავე თავი დანახარჯებისგან, უბრალოდ ზედმეტი გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან, ხო? თუნდაც გათვალისწინებული ხარჯებისგან, ხო, რაღაცეები რისი გადადებათ შეიძლება ვთქვათ უფრო მომავალი თვეებისგან გადადეთ. იმიტომ რომ მარტის თვე მაინც და მაინც ფინანსურად შეიძლება არ იყოს თქვენთვის უსაფრთხო, მოდი შეიძლება ასე ითქვას. საიდან მოდის თქვენი ეს მდგომარეობა? მეორე ვარიანტი. საიდან მოდის თქვენი ეს მდგომარეობა ფინანსებში მარტის თვეში? არკანი ვარსკვლავი. ეს არკანი ვარსკვლავი. ნახეთ, გადაფასება მოხდება, როგორც ვთქვი, გადაფასება, გადალაგება, სისტემათა დაღირებულებათა გადაფასება, იმიტომ რომ შესაძლოა ძალიან ინტენსიურად მიხვდეთ ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისი იმედიც უნდა გქონდეთ, ეს ხართ თქვენ. ის რომ შესაძლებელია სხვა ადამიანები ხედავდნენ არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც რესურსს. როგორ ხედავენ სხვა ადამიანები ფინანსურად? ხვლების დედოფალი. ქალი, რომელიც თითქოს და ერთის მხრივ საკმაოდ მკაცრია, საკმაოდ ძლიერია, საკმაოდ მკვეთრია, მაგრამ მაინც ხედავენ როგორც ძალიან რესურსში მყოფ ქალს, რომელსაც შესაძლებელია ცით როგორი მომენტი არა, შეიძლება გულზე არ ეხატებოდეთ განსაკუთრებით როც twin-ichkებს და ნათესავებსა და ასე შემდეგ ძალიან ახლობელ ადამიანებს, მაგრამ თან იციან რომ თუ რამეა, ვისთან უნდა მივიდნენ, ხო? ალბათ ეს ყველაზე საზიზღროა, რაც შეიძლება ადამიანმა იგრძნო, ხო, რომ ადამიანს გულზე არ ეხატებს, სხვა დროს არც მოგიკითხავს, არც დაგელაპარაკება, არც დაინტერესდება შენი ყოფიერებით, მაგრამ
ფული მომეცი, ფული მჭირდება და მეხმარე მასესხე, აქ ვერ დაასწრებენ მოგითხვას ხო როგორც იტყვიან. ასე რომ მე აქ მაჩვენებს ესეთ რაღაცას, რომ ფინანსურ ნაწილში დროა რომ დასვათ თქვენი პრიორიტეტები და ზოგადად გადააფასოთ თქვენი ფინანსები, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ახლა არ გამოვრიცხავ იმას, რომ სპეციალურად მოგიჭირათ სამყარო ფინანსებში, რომ რაღაცეები გადაალაგოთ. არ გქონდეთ იმედი იმ ადამიანების, რომლის იმედიც არ უნდა გქონდეთ, ხო? ის რაღაცა მწარე გაკვეთილები ჩანს ფინანსურ ნაწილში და ვფიქრობ, რომ დიდი წარმატებით ეზიარებით აუცილებლად. აუცილებლად ათიანების კვერთხები გვაჩვენებს იმას, რომ გაიაზრებთ, რომ არასამართლიანად იღებთ ბევრ რაღაცას საკუთარ თავზე და არასამართლიანად იტვირთავთ იმას, რაც თქვენი სატვირთი არ არის მხოლოდ. კიდევ რა გელოდებათ მარტის თვეში ფინანსებში? მეორე ვარიანტი. ხო, ნახეთ. ვიღაცისთვის ყოველთვის ხართ გადამრჩენელი, ძლიერი ადამიანი. სადღაც შესაძლებელია ვალდებულადაც გთვლიან, რომ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ. მაგრამ მთლიანობაში არკანი განდეგილი. როგორ იქნებით, იცით? კი, გააკეთებთ. შესაძლოა არც თუ ისე მთლიანი მოცულობით, რასაც აქამდე აკეთებდით, მაგრამ თან ბნელი განდეგილი ხდებით, ანუ ადამიანი, რომელიც აკეთებს, მაგრამ არა მხოლოდ აკეთებს, არამედ პროცესებს აკვირდება და უკვე ხვდება რა რისკენ მიდის. ანუ ძალიან გაიზრდებით გამოცდილების ნაწილში, რაც უშუალოდ ფინანსებს ეხება. ახლა ვნახოთ გაფრთხილება, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი თქვენს ფინანსურ ენერგიას. პრინციპში მთელი მეორე ვარიანტი ამაზეა აწყობილი, მაგრამ მაინც. მეორე ვარიანტი, რა გიშლით ხელს ფინანსებში მარტის თვეში, რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი? ძალიან გულიანი ადამიანი ხართ, იცით, მეორე ვარიანტი. როგორც პირველ ვარიანტში, აქაც თასების დედოფალი, თასების რაინდი. მზად ხართ, სულ მზად ხართ, რომ დაეხმაროთ. გული გაუშალოთ, გვერდით დაუდგეთ, მაგრამ ეს ხელს გიშლით. ეს ხელს გიშლით. ეს ხელს გიშლით. და იციან ეს ადამიანებმა სამწუხაროდ და მანიპულირებენ თქვენით. გამიგეთ? მანიპულირებენ თქვენით. მანიპულირებენ თქვენით. ერთი კითხვა მაქვს კიდევ თქვენთან. რადგან გაკვეთილის რეჟიმში ხართ, მინდა რომ რაც შეიძლება მეტი რჩევა მოგცეთ. მეორე ვარიანტი, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ფინანსური ენერგია გაიუმჯობესოთ მარტის თვეში, რა უნდა გააკეთოთ? იყავით სარკისებური, ეს ერთი. ყველა მოიკითხეთ, ჩაერთეთ იმ რაოდენობით, რადონითაც ისინი ერთვებიან თქვენში. და მეორე, გაატარეთ დრო იმ ადამიანებთან, რომლებიც საერთოდ შეიძლება ოჯახის წევრები არ იყვნენ, ვისთანაც გაქვთ ესეთი კარგი წარსული მოგონებები, შეიძლება იყვნენ მეგობრები, ბავშვობის მეგობრები, ანუ ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ თქვენ
რესურსი გაქვთ თუ არ გაქვთ, აი რო არ აინტერესებთ რა. ხო გრძნობთ ვინ არიან ასეთი ადამიანები. ხანდახან სამწუხაროდ ასეთი ადამიანები შეიძლება საერთოდ არ იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ძალიან ნაკლებობა და კრიზისი გაქვთ დადებითი ენერგიების. რაღაცა ემოციები გჭირდებათ დადებითი. მე ვთქვით, რომ სულ გასცემთ და თასების დედოფლიდან ხმლის დედოფალში გადახვდით, უკვე აღარ არის რესურსი, ხო, ემოციური რესურსი აღარ არის. ამიტომ თქვენი ფინანსებიც მაშინ აივსება, როდესაც იმ ადამიანებთან გექნებათ კონტაქტი, რომლებისთვისაც რესურსი არ ხართ, რომლისთვისაც უპირველეს ყოვლისა მეგობარი ხართ და კაი ტიპი ხართ, ყოველგვარი ფინანსური ჩართულობის გარეშე და საყვარელი და საინტერესო ხართ მათთვის. აი ესეთ ადამიანებთან გაატარეთ დრო, იმიტომ რომ ემოციებითაც აივსებით და თქვენი პოტენციალიც და ფინანსური ენერგიაც კიდევ უფრო მეტად ჰარმონიაში მოვა. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. მარტში როგორი იქნება თქვენი ფინანსები? არკანი მთვარე. არკანი მთვარე. და ერთი არკანით დავასუსტო, რატომ იქნებით მთვარის ენერგიებში. მესამე ვარიანტი, მარტისთვის ფინანსები რატომ? არ ინერვიულოთ, თუ კი ფიქრობთ ახლა, რომ რაღაც თქვენთვის გაუგებარი, გაურკვეველი პროცესები მიდის ფინანსებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ გარკვეული პრობლემები აუცილებლად გადაიჭრება, შესაძლოა ეს გარკვეულ წარსულ, ვთქვათ, მომენტებთან იყო დაკავშირებული, ფინანსურ ბავშვებს შესაძლოა დასჭირდათ ფინანსები, ან ვთქვათ, ჩადეთ რაღაცაში თქვენი ფინანსური ენერგია და არ იცით რამდენად სწორად მოიქეცით, ხომ? მოკლედ, აქ არის ერთგვარი შიში ფინანსებთან დაკავშირებით და გაურკვევლობა. გეუბნებით აქ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დატრიალდება თქვენი ფორტუნას ბორბალი აუცილებლად. არ ინერვიულოთ, ეს სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება. როგორ შეიცვლება თქვენი მთვარე მარტის თვეში ფინანსურად? როგორ შეიცვლება? თქვენ თქვენს ფინანსურ სტაბილურობას დაიბრუნებთ ნამდვილად. მაგრამ შეგეცვლებათ წარმოდგენა კონკრეტულ ადამიანთან ან ადამიანებთან დაკავშირებით. და მე გერჩევდით არა. სწორ არჩევანს გააკეთებთ აუცილებლად. თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს. როდესაც მიხვდებით, რომ შეიცვალა შთაბეჭდილებები და წარმოდგენები და ვთქვათ შეფასებები, მიხვდებით, რომ ძალიან სწორად შეიცვალა. თქვენ სწორ არჩევანს გააკეთებთ. ფინანსებთან, უბრალოდ ადამიანის არჩევასთან დაკავშირებით სიტუაცია ძალიან სწორად განსაზღვრავთ და შესაბამისად შედეგიც გექნებათ. ამას შეიძლება გარკვეული სტრესული ფონი გაგატაროთ, მაგრამ გამოცდილება საკმაოდ დიდი იქნება. თქვენთვის გარკვეული ასპექტების სიცხადეში მოვა. კიდევ რა გელოდებათ მარტის თვეში ფინანსებში? დაბნეული ხართ, არ ვიცით როგორ მოიქცეთ. შესაძლოა ოჯახშიც კონფლიქტები იყოს ამასთან დაკავშირებით. ხო,
კონფლიქტები, გაუგებრობები, კონფლიქტი მამაკაცთან, სერიოზული კონფლიქტები მამაკაცთან. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან კარგად იცით ვისზე და რაზე არის საუბარი. აქ ძალიან კარგად ხვდებით ვის გამოა თქვენი ფინანსური სირთულეები. აქ კარგად ხვდებით ვინ არის ეს ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა გეცვლებათ და ხვდებით ხოლმე, რომ ნამდვილად მოგვარდა პრობლემა, მაგრამ იმასაც ხვდებით, რომ ადამიანები არ იცვლებიან თქვენს ირგვლივ, მაგრამ დიდი ალბათობით იგივე სცენარებს იმეორებთ, იმიტომ რომ მიჯაჭვული ხართ ადამიანზე, სიტუაციაზე, იმიტომ რომ არ არის გულწრფელობა აქ. აქ არ არის გულწრფელობა. აქ არ არის გულწრფელობა. საბოლოო ჯამში არც თქვენი მხრიდან არ არის ბოლომდე გულწრფელობა, როდესაც თქვათ პატიობთ ადამიანს ან ისევ იგივე რელსებზე ბრუნდებით, ხო, იმიტომ რომ ხო, აი თითქოს უფრო მეტად იგრძნობა მიჯაჭვულობა, საჭიროება, ვალდებულება და აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მაჩვენებს, რომ არც ერთი მხარე, არც თქვენ არ ხართ მოხარული და მოყვარული ამ ადამიანის და მისი ქმედებების და არც მეორე მხარე. ეს არის მუდმივი ომი, გაუგებრობა, მუდმივი რა, შესაძლებელია პერიოდული, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ფორტუნას ბორბალი გამოხვალთ მდგომარეობიდან, მაგრამ წრეზე დატრიალების ძალიან დიდი საშიშროება, იმიტომ რომ არ იცით საწახვიდეთ. არ იცით საწახვიდეთ. გარდა ამ დროს სამყარო მაქსიმალურად ამ სიტუაციების, ვთქვათ, ერთნაირობით, გამეორებით ძალიან ინტენსიურად გაძლევთ გაკვეთილს. და ეს გაკვეთილი უფრო და უფრო მწარე ხდება, უფრო და უფრო არასასიამოვნო ხდება. და არავინ არ თქვას, მე პოსტიც დავწერე იმასთან დაკავშირებით, რომ მამაკაც არ შეუძლია, ყველას არ ეხება ეს რა თქმა უნდა, არ შეუძლია ქალს წაართვას ფინანსური ენერგია. შეიძლება პირდაპირ ფინანსები არ წაართვას, მაგრამ იმდენი ენერგია გამოაგლიჯოს და გამოაპუტოს, რომ ქალს აღარაფრის თავი არ ქონდეს. ქალს აღარაფრის თავი არ ქონდეს. ვიღაცებს არ ეხება აქ ყველას, ან იგრომანი, ან რაღაც აზარტულ თამაშზე, ან ნარკოტიკებს, რაღაცაზე დამოკიდებული მამაკაცი ყავს გვერდით. ლარვიანი ენერგია მოდის. ცოტა ესეთი დაჭაობებული, სუყე და ესეთი ცუდი სუნით. სუყეთ ცუდი სუნი წამოვიდა. რომელიც ყოველ ჯერზე თქვენც იცით რომ არ შეიცვლება და ის ხომ ამას იმიტომ აკეთებს რომ თავისი შედეგი მიიღოს. აი ეს არის ჩემი წელფასება, სამივე ვარიანტი, მარტოსთვის მე მგონი ფინანსების გარდა კიდევ ბევრ საინტერესო რაღაცებს შევეხე. ვფიქრობ თქვენთვის ბევრის მომცემი იქნება ეს საჯარო გაშლა. არა მხოლოდ მარტისთვის ფინანსების ინფორმაციულად, მადლობა ყურადღებისათვის. მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.